იყო და არა იყო რა. იყო ერთი სოფელი, სადაც ორი კაცი ცხოვრობდა. ივან პავლოვი და ერვინ შრედინგერი. ივანს ძაღლი ყავდა, ერვინს კი კატა. ეს ძაღლი და კატა ერთმანეთში ნამდვილი ძაღლი კატასავით იყვნენ. პირველს მეორე აღიზიანებდა, მეორეს კი პირველი. თავისუფალ დროს ძაღლი საკუთარ კუდს დასდევდა. კატა კი მზეს ეფიცხებოდა და თაც ილოკავდა. არც ივანს და ერვინს ამოსდიოდათ ერთმანეთზე მზედამთვარე, მაგრამ მამას სისხლად მაინც არ გადაკიდებულიყვნენ. ივანი და ერვინი ყოველ სისხამ დილით სამსახურში მიდიოდნენ მეზობელ ქალაქში. საღამოს კი შიმბრუნდებოდნენ. ერთ დილითაც ივანი და ერვინი შინიდან გავიდნენ, მაგრამ იმ საღამოს აღარ დაბრუნებულან. მეორე დღეს კი სოფელში ფოსტალიონმა ჩამოიარა, რომელმაც ივანისა და ერვინის საფოსტო ყუთებში თითო ღია ბარათი ჩააგდო. ბარათი პირველი. პატივცემულო პავლოვ, ოჯახური მდგომარეობის გამო სასწრაფოდ მიწევს სახლის დატოვება. უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს დაბრუნებან და იზრუნოთ ჩემს კატაზე. მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნით. პატივისცემით, ერვინ შრედინგერი. ბარათი მეორე. პატივცემულო შრედინგერ, ოჯახური მდგომარეობის გამო სასწრაფოდ მიწევს სახლის დატოვება. უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს დაბრუნებან და იზრუნოთ ჩემს ძაღლზე. მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნით. პატივისცემით, ივან პავლოვი. სამწუხაროდ არავინ იყო ამ ბარათების წამკითხავი. გავიდა კიდევ ერთი დღეც, მომდევნოც და მომდევნოც. ივანი და ერვინი კი არა და არ ჩანდნენ. ძაღლს და კატას მალე საჭმელი შემოაკლდათ. ორივე თანდათან ჩამოხმა და გაილია. მაგრამ პავლოვის ძაღლს ერთი უგემრიელესი ძვალი ჰქონდა შავი დღისთვის გადანახული, რომელსაც მიწაში ინახავდა. პავლოვის ძაღლი ცივნიავს არ აკარებდა ამ ძვალს. დღისით ამოთხრიდა, ცოტას გალოკავდა და ისევ მიწაში მარხავდა. თვითონ კი ზეწვებოდა, უფრო კარგად რომ ეყარაულა თავისი ძვლისთვის. როცა ეძინა სულ დორბლების დიოდა, ხამითაც კი ის ძვალი ესიზმრებოდა. ივანი და ერვინი კი არა და არ ჩანდნენ. შიმშილისგან მალე ძაღლს და კატას ხილვები დაეწყოთ. პირველს რატომღაც დოკუმენტები ელანდებოდა, ვინმე შარიკოვის გვარზე გაცემული, მეორეს კი ტყავის მაღალი ჩექმები. ერთ ღამით პავლოვის ძაღლს ესიზმრა, რომ ძვალი შრედინგერის კატამ მოპარა. პავლოვის ძაღლს ცივლოფლში გაეღვიძა და მაშინვე მიწის თხრას შეუდგა. ძაღლმა თხარა და კატა გამოთხარა. უფრო სწორად ყუთი, რომელშიც შიმშილისგან ცოცხალ მკვდარი კატა იჯდა. დაბნეული პავლოვის ძაღლი ვეღარ მიხვდა. თვითონ ესიზმრა შრედინგერის კატა თუ შრედინგერის კატამ ნახა სიზმრად ძვალი, რომელიც პავლოვის ძაღლს ესიზმრებოდა.